რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ. რა შესაძლებლობები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს? რამდენად დაცულია მათი უფლებები? როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით? მოусმინეთ ექიმებისა და ფსიქოლოგების რჩევებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მშობლებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. საავტორო გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. მაია ასაკაშვილთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მედეფემ 103 ეთერშია საავტორო გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. მე ვარ მაია ასაკაშვილი. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პრობლემები, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, გენდერული უთანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დასაქმების საკითხები, საზოგადოების დამოკიდებულება და რეკომენდაციები. ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალი და რეალობა თავმჯდომარე ქალბატონი თამარ მაჭარაშვილი და წარმომადგენელი თინათი ნოზაძე. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მადლობას მოგახსენეთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, დარეკეთ პირდაპირ ეთერში, მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერს 2401003. დასვით შეკითხვები მოგწერეთ, თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები დიდ როლს თამაშობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-6 მუხლში, რომელიც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ეხება, მითითებულია, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალმხრივი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ამასთან დაკავშირებით იღებენ ზომებს მათი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრული და თანაბარი უზრუნველყოფისთვის. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი განვითარების წინსვლის, დამოუკიდებლობის, უზრუნველყოფისა და კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა გარანტიებისათვის. ქალბატონო თამარ, თქვენ ბრძანდებით პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს წევრი. რა მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართულებით, რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პრობლემები და ის ბარიერები და გამოწვევები, რომელებიც ამ ადამიანების წინაშე არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის ურთიერთკვეთის საფუძველზე, მრავალმხრივ შეზღუდულ შესაძლებლობას და დისკრიმინაციას განიცდიან. პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკა ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიური საჭიროების გათვალისწინების კუთხით. მაგრამ ჩავსვით ჩვენ ეს საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში 2014-2016 წლის სამოქმედო გეგმაში და იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხი წინ დაიძვრება. რაც შეეხება იმ ბარიერებს და გამოწვევებს, რომლებიც ამ ადამიანების წინაშე დგანან, სამწუხაროდ ამ მიმართულებით არც რაიმე კვლევებით არ ვართ განებივრებული. ერთადერთი მცირე მასშტაბიანი მიმოხილვა გვაქვს 2011 წლის მონაცემებით, რომელიც USAID-მა ჩაატარა და სადაც ცალსახადაა ნათქვამი, რომ ქვეყანაში მოქმედ კანონებში არსად არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიური საჭიროებები და შესაბამისად რეკომენდაციებია დადებული, რომ საჭიროა ყურადღება მიექცეს ამ მიმართულებით და გაძლიერდეს თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის როლი საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით. კვლევებში პირდაპირაა ნათქვამი, რომ არსად ისმის თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის ხმა და ერთ-ერთ მიზეზად ამას ასახელებენ. და დავეთანხმები აბსოლუტურად, ვინაიდან ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე 2000 წლიდან მუშაობთ და შესაბამისად თანამშრომლობთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე და თუ 2003 წლის მდგომარეობით თუ იყო 4 ორგანიზაცია, რომელიც სამი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხებზე და დღეისათვის უკვე ჩვენი ორგანიზაცია დაემატა
ამ სამი ორგანიზაციიდანაც კი კონკრეტულად და პრიორიტეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხებზე მუშაობდა მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და ეხლა უკვე მეორე გახლავთ კავშირი ქალი და რეალობა. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ, ზუსტად ეხლა მივედით თქვენს ორგანიზაციის საკითხზე. რამ გადაგაწყვეტინათ თქვენი ორგანიზაციის ქალი და რეალობას დაფუძნება და რა არის მისი მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები? ამას ისე ვიტყვი, რომ ჩემთვის და ქალბატონი ტიკოსთვის 13 წლის გამოცდილება აქვს. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში. 13-14 წლის წინ საქართველოში ჯერ კიდევ ისეთი მდგომარეობა იყო, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ არ იყო წინ დაძრული და არ კეთდებოდა ამ მიმართულებით არაფერი მსგავსი იმის, რაც კეთდება დღეს და დღეს ბოლო 2 წელია საკმაოდ კარგი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. მაშინ გაგვიჩნდა სურვილი, რომ გაგვეკეთებინა ორგანიზაცია ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლი. ჩავთვალეთ, რომ პატარა ასაკიდან იყო უფრო მნიშვნელოვანი ამ ადამიანებთან მუშაობა. როდესაც ეს პატარა ბავშვები გაიზარდნენ და გახდნენ უკვე 14-15 წლის გოგონები, აღმოჩნდა, რომ ამათ არსად არ აქვთ ისევ წასასვლელი და ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას და დადგა საჭიროება უკვე იმისი, რომ და არსებული ქალთა ორგანიზაციებიც გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მაინც და მაინც სრულად ვერ მოიცავდნენ იმ პრობლემებს და საჭიროებებს, რაც რეალურად დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წინაშე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობ და მოგეხსენებათ, რომ რაოდენობრივად მამაკაცებზე მეტი არიან. აქედან გამომდინარე, ნამდვილად დადგა დღის წესრიგში იმის საჭიროება, რომ ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ და ის გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა ამ წლების მანძილზე, მოგვეხმარებინა ზუსტად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა мотиваციის ამაღლებისთვის, მათი გაძლიერებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობის არსებობისთვის ზოგადად საქართველოში. ქალბატონო თამარ, რამდენად მძლავრია დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობა და რა კეთდება ამ მიმართულებით თვითონ ქალთა გააქტიურებისა და მათი უფლებების ადვოკატირებისთვის? საკმაოდ იმაშია, რომ მძლავრი არ არის და ზუსტად ეხლა ჩანასახის დონეზეა და ეხლა იწყება. დღემდე საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობა არ არსებობდა და ზუსტად ამ მიზნით ვართ შექმნილები. ზუსტად ამ მიზნით ვართ შექმნილები და ეხლა დღეისათვის ჩვენ ვახორციელებთ პროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ადვოკატირება. ზუსტად ამ პროექტის რომლის USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სუბგრანტიორები ვართ ამ პროექტის ფარგლებში. და ზუსტად ეს პროექტი ისახავდა მიზნად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციას, ანუ კავშირს ქალი და რეალობა, ყოლოდა კარგად გაწვრთნილი კვალიფიციური ადამიანური რესურსი, რომელიც შემდგომში უკვე შეძლებდა, რომ საფუძველი ჩაეყარა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობის განვითარებისთვის, გაძლიერებისთვის და ამას ვაკეთებთ ამ ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო რადიო მსმენელებო, დროებით ჩვენ გავდივართ ეთერიდან, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, ცოტა ხანში ჩვენ დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. მე კვლავ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერს 24210. ჩვენ საუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პრობლემებზე და აგვირეკეთ პირდაპირ ეთერში თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონო თიკო, რა მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართულებით რეგიონებში, როგორია სიტუაცია? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ რადიოს უთხრა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემა შუქდება და ალბათ ეს არის უპრეცედენტო. ძალიან დიდი მადლობა. ტელე და რადიო სივრცეში ჩემი აზრით ესეა და მადლობა. რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ სულ ახალხანს ვიყავით გასული საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ აჭარაში, რომელიც ერთი შეხედვით და ითვლებოდეს ერთ-ერთი და არის კიდევაც ერთ-ერთი წარმატებული რეგიონი, მაგრამ ის საკითხი, რაც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს და პირებს და კერძოდ ქალებს, რა თქმა უნდა რეგიონებში ბევრად ძიმეა მდგომარეობა, რადგან საერთოდ ინფორმირებულობა ნაკლებია, განათლება, ხელმისაწვდომობა, ხარისხი ძალიან დაბალია
და მე ძალიან გაკურებული დავრჩი იმ მდგომარეობით, რაც ჩემი თვალით ვიხილე ამ რეგიონში. კონკრეტულად ჩემი ძლესით მაგალითით მოვიყვანო, ეს იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელიც არ იყო დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის, მას ტრავმა ჰქონდა მიღებული მე-6 კლასში, როდესაც იყო და მას მერე ამ გოგონას განათლება არ მიუღია. რა თქმა უნდა, ეს ალბათ ოჯახის დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ეს პერიოდი მის მკურნალობას, ოპერაციებს და ამ შემდეგ დაეთმოდა. დღეისათვის ეს გოგო არის 21 წლის. არის 6 კლასის განათლებით და რა თქმა უნდა მისთვის დასაქმება საუბარი ზედმეტია, მას არ აქვს არც არანაირი ხელობა, არანაირი პროფესიული განათლება და სამწუხაროდ ეს გოგონები სახლიდან ვერ გამოდიან. ანუ არ არსებობს ისეთი არც ორგანიზაციები არ არის მაგალითად ბათუმში ისეთი, სადაც ამ საკითხებით არიან დაინტერესებული და მუშაობენ. ესეც იქ ისეთი რა არის, რატომ ვერ გამოდიან გარეთ, ნუ ახლა პირველ რიგში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული და არ არის ხელმისაწვდომი მათთვის სხვადასხვა შენობები იქ სადაც უნდა მივიდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კაბატონო თიკო ხომ არ არის თვითონ ოჯახების დამოკიდებულება, ზუსტად ამ თემას მინდა შევეხო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალიზაცია ალბათ დამეთანხმებით პირველ რიგში უნდა დაიწყოს საკუთარი ოჯახებიდან და ოჯახები ხომ არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი ამ შეზღუდული შესაძლებლობის სოციალიზაციის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველ რიგში რა თქმა უნდა სანამ საზოგადოებამდე გამოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი თუ მოზარდი, პირველ რიგში ამ სოციალიზაციას ის უნდა ახდენდეს ოჯახში, ხო? ოჯახში უნდა იყოს საკითხი მიმართ დამოკიდებულება ისეთი, რომ ეს ბავშვი იყოს თვითონ ჩვენ მქონდა ესეთი გამოცდილება მე და თამარს, როდესაც ბავშვთა ორგანიზაცია მქონდა, ჩვენ კარ და კარის პრინციპით დავდიოდით და ასე ვარჩევდით ჩვენ ბენეფიციარებს, ასე ვაგროვებდით და სწორედ მაშინ აღნიშნე და მაშინ დავინახეთ და მაშინ მივხვდით რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს ოჯახის მიდგომას. იქ სადაც მიდგომა იყო ისეთი, რომ მათ მიიღეს ეს ბავშვი როგორიც ყავდა, სწავლობდნენ ცხოვრებას ისე როგორც რა სიტუაციაც ჰქონდათ ოჯახში. ბავშვი გაცილებით უფრო გახსნილი, უფრო კომპლექსებისგან განთავისუფლებული და უფრო კონტაქტური იყო. იქ სადაც თვითონ მშობელი იყო ძალიან დიდ განცდაში, სადაც მშობელი იყო ძალიან დათრგუნული და ბავშვი ყავდა ასე ვთქვათ სახლში ჩაკეტილი, ბავშვის მდგომარეობაც იყო დაახლოებით ასეთივე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნათლად დავინახეთ მაშინ, სადაც მშობელი უფრო აქტიურად და რეალურად აფასებს იმ სიტუაციას, ბავშვი უფრო ასე ვთქვათ წარმატებულია და უფრო ადვილად ახდენს სოციალიზაციას. ძალიან დიდი მადლობა, კაბატონო თიკო. რას გვეტყოდი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რა მდგომარეობა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში? თქვენ ალბათ ახლა გულისხმობთ კონკრეტულად ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებზე რას გვეტყოდით? ეს საკითხი ასე არც დგას დღის წესრიგში, რომ ქალთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა კუთხით, არც რეპროდუქციის თვალსაზრისით და ჩვენ თამართან ერთად გვქონდა ზუსტად ასეთი შეხვედრა სულ რამოდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროში. მე არ დავასახელებ არც იმ დეპარტამენტს, არც იმ ხელმძღვანელს, მაგრამ საკმაოდ ასე ვთქვათ, ესეთი თანამდებობის პირი, კაბატონი, რომელსაც ეხება ასე თუ ისე ეს საკითხი, იმასთან მქონდა შეხვედრა და დავშვით სწორედ ეს საკითხი, რომ რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ქვეყანაში ადაპტირებული სამედიცინო კაბინეტები, გინეკოლოგიური კაბინეტები მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ვთქვათ სხვადასხვა ტკივილით ქალბატონი მივიდეს
და ჩვეულებრივი კაბინეტით ისარგებლოს. აქ არის ძალიან დავამცირებელი მიდგომა, როდესაც იძულებული ხარ ის ტკივილი აიტანო და ყველაფრის ფასად მიიღო ეს სამედიცინო დახმარება, ხო? და პასუხი იყო ესეთი, რომ რა მოხდა, ეს შეიძლება ჩვეულებრივ საწყობლზეც გაკეთდეს, იგივე ეს პროცედურები. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. არსებობს საფლოში ძალიან ის გამოცდილება, არსებობს ის ადაპტირებული კაბინეტები და რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ღირსეულად მიიღოს პაციენტმა ის სერვისი, რა თქმა უნდა, არადამამცირებელ გარემოში, რომელშიც უნდა წესით ყველა ადამიანმა მიიღოს ექიმისგან და გარემოსგან. ძალიან დიდი მადლობა. ქალაქ ნოტიკო, ქვეყანაში გარდა იმისა, რომ რეფორმა მიმდინარეობს ჟანდაცვის სისტემაში, ასევე რეფორმა მიმდინარეობს განათლების სისტემაში. დამკვიდრდა და ინკლუზიური სწავლება, ასევე ინერგება პროფესიული ინკლუზიური განათლება. რამდენად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის განათლება? რას გვეტყოდით განათლების მიმართულებას? განათლების მიმართულებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ. მე ვიცი რომ ეს ინკლუზია დაიწყო სკოლამდელი დაწესებულებიდან, არის სკოლებშიც, არის როგორც თქვენ აღნიშნეთ პროფესიულ სასწავლებლებშიც. რა თქმა უნდა, ყამირი შეიძლება ითქვას არ არის ასათვისებელი. რაღაცა ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პირიქით ძალიან მწირია. სკოლებშიც ეცით როგორ არის მოთხოვნა უფრო დიდია ვიდრე არის ის რესურს ცენტრები და ის ადამიანური რესურსები ვიდრე არის გადამზადებული და ასე თუ პედაგოგები რა თქმა უნდა იმიტომ რომ აუცილებელია რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთან ბავშვთან მუშაობდეს კვალიფიციური პერსონალი რომ არ დაუშვათ რაღაცა ისეთი შეცდომები და არ გაგვეპაროს რაღაც ლაფსუსები და განათლება ზოგადად ხელმიუწვდომელია, იმიტომ რომ იქ სადაც გარემო არ არის ადაპტირებული და არსებობს ბარიერები, რა თქმა უნდა გარემო მიუწვდომელია. ჩვენ არ უნდა მოვერგოთ იმ გარემოს, გარემო უნდა მოგვერგოს ჩვენ, ასე ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომ თანაბარ პირობებში გქონდეს იმის საშუალება, რომ მივიღოთ განათლება და არა ვთქვათ სახლში. მოგვაკითხოს. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, ჩვენ საუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პრობლემებზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის თემში გენდერული თანასწორობა. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით? მადლობა შეკითხვისთვის. სამწუხაროდ ვიცი ახლა რომ ვერ გავახარებ ჩემი კოლეგა მამაკაცების გულს, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო და ვთქვა რომ გენდერული უთანასწორობა თემში მე ვიტყოდი რომ პიკზეა. როდესაც ჩავატარეთ არჩევნები 2012 წლის მაისში დარეგისტრირდა არჩევნებში მონაწილე 83 არასამთავრობო ორგანიზაცია, მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია და აქედან ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია და ის ყავდა მხოლოდ 4 და კონკრეტულად შიშმო ქალთა საკითხებზე და პრიორიტეტულად შიშმო ქალთა საკითხებზე ამ 4-დან 2 და რაც ყველაზე მთავარია იმ 83 არასამთავრობო ორგანიზაციაშიც კი, რომელსაც ხელმძღვანელობენ შიშმო მამაკაცები, წარმომადგენლობით ორგანოებში ან გამგეობაში, გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურებში არ ყავთ არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი. ანუ ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი შრომა თემშივე იმისთვის, რომ გენდერული მგრძნობელობა იყოს მამაკაცებშიც. და მხარი დაუჭირონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გაძლიერებას ამ კუთხით და ამ მიმართულებით მე იმეც ვიტოვებ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება უახლოეს მომავალში. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ დავამატებ აქვე ძალიან მიხარია ის წინ გადადგმული ნაბიჯები, რასაც ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი აღწევს. მიხარია, რომ ბატონი გოგა კოხრეიძე არჩეულია საზოგადოებრივ მაუწყებლის პორტში. ძალიან მიხარია, რომ რატი იონათამაშვილი, ბატონი რატი იონათამაშვილი კენჭს იყრის საკრებულოში, ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ასევე მოხარული ვარ და მხარს უჭერ, რომ პრეზიდენტის მრჩევლად წარდგენილია მამაკაცი. უკვე დავასახელე 3 შეზღუდული შესაძლებლობის მამაკაცი სახელმწიფო სტრუქტურებში და არც ერთი ქალი. აი ესეც ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემა გენდერული თანასწორობის კუთხით. რას ვიზავთ ეს სამწუხარო რეალობაა და მეც ვიტოვებ იმედს, რომ შემდგომისთვის ეს პრობლემა გამოსწორდება და ნამდვილად შესაძლებლობა მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს, რომ მათ ყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი სახელმწიფო სტრუქტურებში. აუცილებლად მინდა დავაფიქსირო ის, რომ გაცილებით მეტ მხარდაჭერას ველოდი ქალი კანდიდატებიდან და ასევე ქალი პოლიტიკოსებიდან. სამწუხაროდ უნდა დავაფიქსირო, რომ მათი მხარდაჭერა დღეს ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ყველანაირი მცდელობა და არ ვზოგავთ ძალისხმევას, მივაწვდინოთ მათ ხმა, რომ ჩვენ ვარსებობთ და ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ერთ სიტყვით შეიძლება ამ გენდერულ თანასწორობასთან, უბრალოდ თანასწორობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ არ არიან აქტიურები ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები, უბრალოდ არიან ნაკლებად აქტიურები, ვიდრე მამაკაცები და არის ამის მიზეზი? ვერ გეტყვით, იცით რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი ძნელია ამის ახსნა რა არის მიზეზი მათი პასიურობის. მაგრამ ჩვენ როდესაც აი ამ ფარგლებში ამ ადვოკატირების როდესაც ახსენა პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონების ადვოკატირებასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა რომ წამოგვეწია რამდენიმე ლიდერი ქალი, მაგრამ ძალიან ძნელად ისინი სახლებიდან უჭირთ გამოსვლა და გააქტიურება. და მიზეზი ერთ-ერთი ალბათ ის არის, რომ ისინი პესიმისტურად არიან განწყობილები და იმედი არ აქვთ, რომ მათი აქტიურობა შეიცვლება. ეს არის მთავარი მიზეზი, იმისი რომ არ არიან ახლა მამაკაცებს აქვთ თუ არა ეს პესიმიზმი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქალებში ეს დავინახე, რომ მათი თქმით აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება. ასეთია მათი დამოკიდებულება სამწუხაროდ და იქნებ დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპები უახლოეს წლებში და დაინახონ, რომ ყველაფერი შეიძლება და ერთმერცხალსაც შეუძლია გაზაფხულის მოყვანა. ანუ შეუძლებელი არაფერია, თუ ადამიანი არ არსებობს პრობლემა, საიდანაც გამოსავალი არ მოიძებნება, თუ ადამიანი ამას მოინდომს. ნამდვილად გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვალიდობის სრულიად განსხვავებულ ხედვას ჩაეყარა საფუძველი. ამ ხედვას შემდგომში დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია ეწოდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი ახალი იდეოლოგიისა და მიდგომების დამკვიდრებას. დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია მსოფლიოს საზოგადოებას დაეხმარა შესაძლებლობათა შეზღუდვა სრულიად ახალი კუთხით დაენახა და გაეცნო. მაშინ ამერიკაში ფეხს იკიდებდა ინვალიდობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მიმართული მოძრაობა, რომელსაც სათავეში თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ანუ ახალგაზრდები ჩაუდგნენ. ესენი იყვნენ ედ რობერტსი, ჯუდი კიუმანი, ვაით ბლენკი, ჯასტინ დარტი. სწორედ რომ ედ რობერტსმა და მისმა მეგობრებმა შეცვალეს მაშინდელი სამყარო და მსოფლიოს საზოგადოებას დაუმტკიცეს თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობა. მათი მიზანმიმართული მოქმედებისა და პირადი აქტივობის ხარჯზე დისკრიმინაციულ გარემოშიც კი შეძლეს საკუთარი სათქმელის დაფიქსირება და თვით დამკვიდრება, რომლითაც დაეხმარნენ ძალიან ბევრ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ნაკლებად დისკრიმინაციულ გარემოში ეცხოვრათ. ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ გადალახეთ ბარიერი და როგორ ცდილობთ დღეს სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გააქტიურებას? თქვენ ხართ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. თქვენი განვლილი ცხოვრებით სტიმულს აძლევთ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს და როგორ შეძელით თქვენში ამ ძალის მოძებნა და ამ ბარიერის დაძლევა თქვენს გამოცდილებას როგორ გაუზიარებთ ჩვენს მსმენელს? მადლობა ასეთი შეფასებისთვის. იცით რომ დავფიქრდები, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე არ ვიყავი როგორც ესეთი ჩაკეტილი აქტიური ცხოვრობით, ცხოვრობდი წლების გასვლასთან და მომატებასთან დაკავშირებით, პროგრესირებადია და ავადება და გართულ დამდგომარეობა, მაგრამ მე ყოველთვის
შორეული ბავშვობიდანაც კი ვცდილობდი რომ ჩემი თავი ყოველთვის საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ყოველგვარი ტკივილის, პრობლემების, ბარიერების გარეშე პირიქით აქტიური ვიყავი და წარმატებული ვიყავი ძალიან. ერთი მაგალითი შემიძლია ვთქვა და შემდეგ თვითონ მსმენელმა თუ გვისმენენ ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები გამოიტანენ დასკვნა. თიკოსაც უყვებოდი რამოდენიმე დღის წინ და ბლოგი უნდა დავწერო მეთქი აუცილებლად დაუახლოს პერიოდში ავტვირთავ იმ სურათს აუცილებლად სოციალურ ქსელში. სკოლიდან ბრუნდებოდი და უცბად გამეთიშა ორივე მუხლი და ვიყავი ზამთარია და სახლთან ახლოს ჩავიკეცე და რა თქმა უნდა მომცვიდა რამოდენიმე ვიც გვერდით მყავდა და უცბად მოხარშა ტვინმა ძალიან მყისიერად რომ გავიღიმე და ვთქვი ფოტოგრაფით იქვე იყო ფოტოატელიე და ფოტოგრაფს დაუძახეთ მეთქი და მინდა ეს წამი დავაფიქსირო თქო მათ ჩათვალეს რომ ეს ბუნებრივად გავაკეთე და წავიქეცი რა კი არ წავიქეცი ჩავჯექ იმისთვის რომ სურათი გადამეღო მეორე შემთხვევა როდესაც მოხვდი ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში თითქოს იცით რას მივხვდი რომ რაც უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას შენს პრობლემებზე, მით მეტად ითრგუნები და შეიძლება სულაც არ გრძნობდე თავს პრობლემურ ადამიანად, მაგრამ როდესაც პრობლემაზე მახვილდება ყურადღება, უკვე ითრგუნები. პირველი რაც დავაფიქსირე კოლეგებთან, რომ მე ეს თქვი შემიძლია და რა ბედნიერი ვარ მეთქი ყო სასამართლო პროცესზე მივდიოდი და წარმომადგენელი მახლდა ბატონი ირაკლი ართილაყვა ახალგაზრდა იურისტებიდან და გადავდიოდით დილომში ქუჩაზე და პირველად უთხარი ირაკლი მეთქი არ შემიძლია მე ეს რაფაციარული და ძალიან გთხოვ ცოტა ნელა იარე. მომიბრდა გამიღიმა და რატომ არ მითხარიო და უცბად მივხვდი რომ მე ამოვთქვი პირველად. და მე დაგიწყოთ 36 წლის ასაკში პირველად მოხდა რომ მე ადამიანს უთხარი რომ მე ეს არ შემიძლია და თუ შეიძლება ისე გააკეთე რომ თავი არ ვიგრძნო დათრგუნულად. ალბათ მაინც ვიტყოდი რომ პირადი მაგალითი ძალიან ბევრს ნიშნავს ზუსტად იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებისთვის რომელიც ახლა დღეს ჩვენ გარს გვარდღია. მე ვღებულობ ყოველ დღე ძალიან დიდ სტიმულს მათ ისინი თვლიან რომ მე ვაძლევ მათ სტიმულს მაგრამ არა ისინი მაძლევენ სტიმულს რომ დაუღალავად ვიშრომო იმისთვის რომ მათთან ერთად დავითვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები. სოციალურ ქსელში გაძლიერდა განსაკუთრებით ამ პროექტის შემდეგ მომართვიანობა, როგორ გავწევრიანდე თქვენს ორგანიზაციაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, თქვენ აქტიურები ხართ, იცით, მე ჯერ კომპლექსები მაქვს და ამისგან ვერ თავისუფლდები, მაგრამ ეს საწყისიც ნიშნავს იმას, რომ ხვალდაზე ეს კომპლექსები აუცილებლად დაიძლევა. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის მართლაც პირადი გამოცდილების გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მოტივაციის ასამაღლებლად და მადლობ თქვენ რომ არსებობთ და ასეთ მაგალითს აძლევთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ძვირფასო რადიო მსმენელებო ჩვენ დროებით გავდივართ ეთერიდან ცოტა ხანში ჩვენ დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ჩვენ საუბრობთ ძალიან საინტერესო თემებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პრობლემებზე დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერს 2421003 დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონო თამარ ჩვენ ძალიან საინტერესო ალბათ მსმენელისთვის რა მდგომარეობაა კანონმდებლობის თვალსაზრისით შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა მიმართულებით რამდენად დარეგულირებულია მათი უფლებები კანონმდებლობით თუ არსებობს რაიმე ამ მიმართულებით. აღნიშნე გადაცემის დასაწყისში, როდესაც საუბრობდი USAID-ის მიერ ჩატარებულ მცირე მასშტაბიან მიმოხილვაზე, იქ აღნიშნეთ, რომ დაიდო რეკომენდაციები ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მოქმედი ქალთა საკითხებით, ქალებთან მიმართებაში მოქმედი არც ერთი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიურ საჭიროებებს. დღემდე არანაირი ცვლილება არ მომხდარა, გვაქვს იგივე მდგომარეობა. და ესეც იყო ზუსტად ერთ-ერთი განსაზღვრელი პირობა იმისა, რომ მოძრაობა უნდა გაძლიერდეს და თავად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებმა უნდა მიაღწიონ თავის საკუთარი ძალისხმევით იმას, რომ მოხდეს კანონებში, არსებულ მოქმედ კანონებში ცვლილებების ინიცირება, სადაც გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიური საჭიროებები და მრავალმხრივი დისკრიმინაციის საფუძველთან დაკავშირებით არსებული ბარიერები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხახან ჩვენმა ქვეყანამ მოახდინა რატიფიცირება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის, რომელიც ძალსახად ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს ორ ძირითად ყურადღება გაამახვილოს ორ ძირითად მიმართულებაზე: თანასწორობა და არადისკრიმინაციას. ეს ორი ის სავალდებულო მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული კანონმდებლობებში და თუ ჩვენ კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის განხორციელების პარალელურად თუ მივაღწევთ იმას, რომ გათვალისწინებული იქნას თანასწორობის და არადისკრიმინაციის პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მდგომარეობა საქართველოში შესაბამისად გაუმჯობესდება. ძალიან დიდი მადლობა. რა მიმართულება შრომის კოდექსში რამდენადაც ცნობილია შევიდა ცვლილება თუ არის ამ მიმართულებით, ქალთა მიმართულებით რაიმე გათვალისწინებული შრომის კოდექსში? რამდენადაც თემას არ ჩავუღრმავდები ძალიან, მაგრამ რაც ვიცი ეს არის, რომ კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართებით აქ გამოკვეთილი არ არის არაფერი და ჩვეულებრივად ცვლილებებთან დაკავშირებით დარჩენილია იგივე მიდგომა, რომ დამატებითი სამუშაო საათებთან დაკავშირებით თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს სურვილი და არა ძალდატანებით არ მოხდება, ხო? სურვილის შემთხვევაში დარჩა ეს ტერმინი სურვილის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, თორე აქ რაიმე კონკრეტული ცვლილებები არ განხორციელებულა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა რა მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დასაქმების მიმართულებით, რას გვეტყოდით შრომით დისკრიმინაციაზე. თუ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ იღებენ ადამიანს სამსახურში, ქალბატონს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რას გვეტყოდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დისკრიმინაციაზე დასაქმების კუთხით. ამ მიმართულებით მე ვიტყოდი ასეთ რამეს. ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვის არის შრომის ბაზარი დისკრიმინაციული დღეს საქართველოში. აქ მაინც და მაინც ვერ გამოვკვეთდი, რომ ქალთა მიმართ არის ეს კანონი დისკრიმინაციული და ანალოგიურ მდგომარეობაში არ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცები. სამწუხაროდ მინდა აღნიშნო, რომ დღეისათვის მე გახლავართ ასევე საქართველოს ჩეხეთის კარიტასის ერთობლივ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საზოგადოების განუყოფელი და პატივსაცემი ჯგუფი და გახლავართ კონსულტანტი ზუსტად ამ პროექტის ფარგლებში და ვაწარმოებ შერჩევას პოტენციური დამსაქმებლების და სტაჟირებაზე გავლის მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების. არა მხოლოდ ქალბატონებს. რა თქმა უნდა, ზოგადად მამაკაცებისაც და ქალბატონებსაც. და ზუსტად ეს მაძლევს უფლებას გითხრათ, რომ ამ მხრივ არც მამაკაცებს არ წყალობდით, რომ ქალები განსაკუთრებულ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არიან. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ განათლებასთან მიმართებაში და აი აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი თუ რა როლი უნდა ითამაშოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რესოციალიზაციისთვის განათლებამ. სამწუხაროდ მონაცემთა ბაზას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ დღეისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიდან დასაქმების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიდან უნდა ითქვას, რომ მათი კომპეტენცია მოხდნენ ამა თუ იმ ადგილზე, სამუშაო ადგილზე თავით დაიმაგრონ, დარჩნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანები სხვა ადამიანების თანასწორად, სამწუხაროდ დაბალია კომპეტენცია. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა მხედველობა დაქვეითებული უსინათლო და სმენა დაქვეითებული ან შეიძლება ვიხმარო ეს ტერმინი, როგორ გვაქვს ის ორივე გვაქვს ადამიანებთან მიმართებაში ამათი სამუშაო ადგილების მოძებნა თუნდაც სტაჟირების დონეზე განსაკუთრებით მძიმეა. ძალიან დიდი მადლობა. გავდოთ ამარ თქვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც ზოგადად დასაქმების სფეროში არსებობს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეგულირდებოდეს კანონმდებლობით? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები იყოს გათანაბრებული და დამსაქმებლები მხოლოდ მოწყალებისა და ქველმოქმედების მიზნით კი არ ასაქმებდნენ ამ ადამიანებს, არამედ ისინი მოიაზრებოდნენ კონკურენტუნარიან სამუშაო ძალად. ამას რომ მივაღწიოთ ზუსტად საჭიროა დასახელებული პროექტი, რომელიც აღნიშნე ამ პროექტის ფარგლებში მზადდება საკანონმდებლო ცვლილებებში მომზადდება საპროექტო წინადადება კანონში ცვლილების ინიცირებისთვის, რომელიც ზუსტად ხელს შეუწყობს
კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ერთის მხრივ დამსაქმებლებთან მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ დაინახონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს თუ ექნებათ ის სასტარტო პირობები, რომელიც აქვს ჩვეულებრივ ადამიანს იმისთვის, რომ დამოკიდეს სამუშაო ადგილზე, ამ ადამიანის შრომაც ისეთივე ნაყოფიერი იქნება სახელმწიფოსთვის და შემოსავლის და დოვლათის მომტანი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანისთვის და აქ მოწყალების თვალით შეხედვას ადგილიც არ ექნება. შესაბამისად, თუ შრომის ბაზრის ფორმირების სამოქმედო გეგმაში აისახება ის გათანაბრებისთვის აუცილებელი პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამუშაო ადგილებზე დამაგრებისთვის, აქაც გვექნება სერიოზული წინსვლა. ძალიან დიდი მადლობა. კაპიტან თიკო, თქვენ ხომ არ დაამატებთ? დამატება მინდოდა, დიახ. თქვენ კითხვა დასვით, რომ თუ ყოფილა ეს შემთხვევა, რომ ამ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ხომ თქვა არ აიყვანეთ სამსახურში. ყოფილა ესეთი შემთხვევა, არის ერთი ახალგაზრდა გოგონა, ჟურნალისტი პროფესიით, ძალიან ესეთი, მას უჭერს გადაადგილება, თუმცა გადაადგილდება თავისით. არის ძალიან ესეთი ხარტი, ესეთი გონიერი, ძალიან აქტიური ადამიანი, სხვათაშორის აქტიური ქალბატონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. და მან მოყვა თვითონ ძალიან ბევრ რადიოში, ძალიან ბევრ ტელევიზიაში მისულა სამსახურის სათხოვნელად. უთანამშრომლია აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ასე ვთქვათ, ვოლონტიურად მოხალისედ და ყველასგან ყოფილა დაპირება ის, რომ გამოჩნდება ადგილი დაგასაქმებ ჩაქვსავთ შტატში და მისი გულისკენა იყო ესე მან დააფიქსირა ის, რომ მას მერე ყოფილა ჩაუსვიათ შტატში სხვა და არა მე. და დღემდე ესე დარბოდა სხვადასხვა კორესპონდენტი აკეთებს რაღაცა სტატიებს, ასე ვთქვათ, მაგრამ ესეთი მუდმივი სამუშაო არ აქვს და მან პირდაპირ დააფიქსირა, რომ მე ზუსტად ვგრძნობ, რომ ეს არის ზუსტად იმის გამო, რომ მე ვარ განსხვავებული მათგან, ანუ ვარ შეზღუდული, ხო პირდაპირ რა თქმა უნდა, არევნებიან და მე მინდა გითხრათ, რომ 2000 წელს მე პირადად ვიყავი დასაქმებული ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში და პრივილეგირებული ვიყავი პირიქით. რადგან ისინი ვალდებულნი იყვნენ, რომ თუ არ ვწდები 1% თანამშრომლების უნდა ყოფილიყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ასე ვთქვათ, მე მომძებნეს. ესეთი მიდგომა იყო მათ შრომის კოდექსში თუ შინაგან ნაწილში, რომელიც ავალდებულებდა და ისინი რაღაცა გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ. ასე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში მაშინ იმდენად არ ვიყავი დაინტერესებული ზუსტად რატომ მოვხვდი, მაგრამ მახსოვს, რომ როდესაც კადრებში ესეთი რაღაცა ეს გააკეთეს, ასე ვთქვათ, წარდგინება, თქვენ ესეთი რაღაცა, რომ მათ ავალდებულებდა თავიანთი შინაგან ნაწილში, რომ ესეთი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ დასაქმებულნი მათ თუმცა გაუჭირდათ კადრების შერჩევა, იმიტომ რომ განათლება არის. არ არიან ინფორმირებული სათანადოდ ან რაღაც ეს ალბათ კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს, რომ გაუჭდეს მოტივაცია დამსაქმებელსაც, რატომ უნდა აიყვანოს არა მოწყალების მიზნით, არამედ რომ ისიც კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა. უფრო მეც გეტყვით ის დამსაქმებელი უნდა ხვდებოდეს იმ სარგებელს, რასაც მიიღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის დასაქმებით. აი მაგალითად ახლა მე პირადად ვარ დასაქმებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობ სახლიდან და მინდა ვთქვა, რომ ჩემი შენახვა აღნიშნულ უწყებას უძლება გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე იქ დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანის შენახვა. ამიტომ რომ ჩვენ თვითონ ვიხდით ინტერნეტის გადასახადს, რა თქმა უნდა, ვთვებით და გათბობის გადასახადსაც ჩვენ ვიხდით, ელექტროენერგიის გადასახადსაც ჩვენ ვიხდით, შესაბამისად ჩვენ გაცილებით უფრო იაფი ვჯდებით. მინდა ვთქვა და აი როდესაც ამას გააცნობიერებს და მიბაძავს სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიც, მაგრამ ეთყობა მე ხომ თქვი თავიდან რომ ამას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება, ერთი რომ აუცილებლად გვჭირდება კანონშეცვლილების ინიცირება. ამისათვის კარგად უნდა დავასაბუთოთ და ვყავდეს აუცილებლად მხარდამჭერები და აუცილებლად უნდა ავირჩიოთ მოდელი, რა გვირჩევნია, იყოს კვოტირება, იყოს
სხვა ტიპის შეღავათები, განთავისუფლდნენ დაუშვათ ეს ადამიანები საგადასახადო გადასახადებისგან დამსაქმებლები, რომ მათ აუმაღლეთ შესაბამისად мотиваცია, მაგრამ პირველი რაც არის ის არის, რომ უნდა იყვნენ კომპეტენტური შრომისუნარიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოების მიმღებლობა უნდა გაიზარდოს ამ ადამიანების მიმართ და დამსაქმებლები ამ ადამიანებს უნდა თვლიდნენ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში იგივე დოლათის და ბარაკის შემოტანად, როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს და ყველა უნდა ცდილობდეს შექმნას თავის სამუშაო ადგილზე ისეთი გარემო, რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება და მინდა ასეთი პრობლემა წამოვწიოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და საზოგადოება. საზოგადოება ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უქმნის ხელოვნურად ბარიერს, პრობლემებს, არსებობს ერთგვარი სტიგმა, სტერეოტიპები, მცდარი შეხედულებები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელს უშლის საზოგადოებაში, სრულფასოვან სოციალიზაციაში. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა მესიჯს მისცემდით საზოგადოებას? ზოგადად ვიტყოდი ერთ რამეს, ტრადიციები, სტერეოტიპების რომ ვართ ქართული საზოგადოება, ეს რომ გვაქვს მამაკაცის კულტი, ეს რჩება და არის. იმისათვის რომ გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ საზოგადოების მიმღებლობა, აუცილებელია პირველ რიგში ოჯახიდან დაიწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონის დაფასება, მისი დადებითი იმიჯის შექმნა და მისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის ახსნა, განმარტება და შემდეგ რაც თავარია ხელშეწყობა იმისთვის, რომ ამისი რეალიზება მოახდინოს. თქვენ ნახავთ საქართველოში ძალიან დიდ რაოდენობას დაოჯახებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცების და სულ 3-4 შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და ვთქვათ ქალბატონებთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს ოჯახიდან, მერე აუცილებელია მას მედია ჩაერთოს ძალიან აქტიურად და ეცად მაქსიმალურად გააშუქონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მდგომარეობა, მათი წარმატებული მაგალითები, წარუმატებლობის მიზეზები და შესაბამისად, როდესაც საზოგადოება ამას ხშირად დაინახავს, მოისმენს, გაიგონებს, მიმღებლობა გაიზრდება. იქ სადაც გაიზრდება მიმღებლობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეც ვთქვით, ახლა კიდევ გავიმეორებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცთა მხარდაჭერას. მათ ვალდებულებად უნდა აიღონოს, რომ მათთანაც სწორად ვიყოთ ჩვენ მათ გვერდით. ვინაიდან თუ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საკუთარ უფლებებს იცავენ ყველაზე კარგად. მოდი და გახდნენ ეს მამაკაცები ჩემპიონი მამაკაცები და გააცნობიერონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები საკუთარ უფლებებს სხვათა თანასწორად დაიცავენ ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება დავამატებდი და მე მივმართავდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს, რომ გააქტიურდნენ. ძნელია ესე ერთი სიტყვით, მაგრამ ისინი უნდა გააქტიურდნენ. სხვა შემთხვევაში, როგორც თამარმა აღნიშნა, მათ უფლებებს სხვა ვერ დაიცავს თუ არა ისევ თვითონ. რამდენად გვაქვს უფლება, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი ორგანიზაციის საკონტაქტო ნომერი? ვინაიდან და რადგანაც რადიო არის ის საშუალება, რომელთანაც გაცილებით უფრო მეტი აქვთ წვდომა, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, რომ მოგვმართონ, დაგვიკავშირდნენ, დაგვირეკონ, მოგვაწოდონ პირადი კეისები. ჩვენ თბილისშიც ვიცით ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი სოციოლოგთან, ინტერნეტთან საერთოდ წვდომა არ აქვს და მით უმეტეს რეგიონებში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება. მე კვლავ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები ჩვენ საუბრობდით მეტად აქტუალურ საკითხზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პრობლემებზე და სამყაროში მართლაც არსებობს დამოკიდებულებათა ჯაჭვი, რომელიც სინამდვილეში ადამიანისთვის თავისუფლების უსაფრთხოებას ქმნის და ჩვენ ყველა გარკვეულად ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენი თავისუფლება იზღუდება. პირიქით, ჩვენი
პროფესიული ცოდნით ხელს ვუწყობთ ერთმანეთის დამოუკიდებლობის კოეფიციენტის ზრდას და იყო დამოუკიდებელი ნიშნავს სხვის დამოუკიდებლობასაც უწყობდე ხელს. დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამოუწურავი პოტენციალის პროპაგანდასა და იცავს მათ უფლებებს. გარემოს კეთილმოწყობა, სამოქალაქო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, საკომუნიკაციო საშუალებების ათვისება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, მაქსიმალურად ხსნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემურობას და ამ ადამიანებს საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრებად ქცევის საშუალებას აძლევს. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო სტუმრებო კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე შეგახსენებ ძვირფასო რადიო მშვენილებო, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალი და რეალობას წარმომადგენლები ქალბატონი თამარ მაჭარაშვილი და თინათინ ნოზაძე. ჩვენ საუბრობდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პრობლემებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით მომავალ ხუთშაბათამდე კარგად სანდებოდეთ.